უკრაინამ პირველად ამ ომის განმავლობაში რუსეთს ახალი ფრთოსანი რაკეტები დაარტყა და ვლადიმირ პუტინს მაშინვე შესთავაზეს საჰაერო ზავი. დღეს, 27 ივლისს, ორი დიდი ამბავია, რომლებიც ეხება რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. პირველი ამბავი სამხედროა. უკრაინამ პირველად გამოიყენა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ფრთოსანი რაკეტა რუტა ბლოკ 1, რომელსაც აწარმოებს გაქცეული რუსი ბიზნესმენის კომპანია, რომელიც რუსეთის პირველ კერძო კოსმოსურ კომპანიას დაარსა. მაგრამ ეხლა ეს რუსი უკრაინის მხარესაა. მეორე სიახლე დიპლომატიურია. ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს მშვიდობის ახალი პაკეტის წინადადებებს და ერთ-ერთი პუნქტია საჰაერო ზავი, ანუ ერთმანეთის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებზე უარის თქმა. ეს წინადადება თავდაპირველად შეთანხმდება ვაშინგტონსა და კიევს შორის. შემდეგ კი უკვე წარუდგენენ ვლადიმირ პუტინს. ეს ყველაფერი ვლადიმირ ზელენსკის ვიზიტის წინ შეერთებულ შტატებში, რომელიც უკვე ხვალ 28 ივლისს არის დანიშნული. პარალელურად ჩვენ თავდაცვის ძალებმა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი დარტყმების სერია განახორციელეს. ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა სტრატეგიული ნავთობის ბაზა როს რეზერვის უდმურტეთში. ეს საზღვრიდან 1300 კილომეტრში, პორტი და ნავთობის ბაზა როსტოვ-ნადონუში და კიდევ ორი პორტი აზოვის ზღვაში. საერთო ჯამში აქ ნამდვილად არის რაზეც უნდა ვისაუბროთ. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით დავიწყოთ, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულამდე. ამიტომ მადლობელი ვიქნებით თქვენი გამოწერისთვის. მაშასე დავიწყებ ამ დღის მთავარი სამხედრო სენსაციით. როგორც ჩანს, უკრაინამ პირველად გამოიყენა რუსეთზე დარტყმებისთვის ფრთოსანი რაკეტები რუტა ბლოკ 1. რომლებიც უკრაინელებთან ერთად შეიმუშავა ნიდერლანდურმა კომპანიამ დესტინუსი, რომელიც დაარსა რუსეთის პირველი კერძო კოსმოსური კომპანიის დამფუძნებელმა მიხაილ კოკოკორიჩმა. ამის შესახებ მოწმობს რუსი ზე ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული რაკეტის ნამსხვრევების ფოტოები, რუტა ბლოკ 1, რომლებიც მისი საბრძოლო გამოყენების პირველი საჯარო დადასტურება გახდა. მაგრამ თავად რუსების გარდა ამერიკულმა გამოცემა The War Zone-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის წინააღმდეგ დაიწყეს იაფასიანი ფრთოსანი რაკეტების რუტა ბლოკ 1-ის გამოყენება. მიზეზი სწორედ ამ იარაღის ნამსხვრევების ის ფოტოები გახდა. კერძოდ გადაჭერილი რაკეტის კორპუსი, შიდა კომპონენტები და კუდის ნაწილი. ისინი რუსულ ტელეგრამ არხებში გამოქვეყნდა. სწორედ ამ ფოტოებით დასავლელმა ანალიტიკოსებმა ახალი იარაღი ამოიცნეს. ეს საერთოდ რა რაკეტაა? რუტა ბლოკ 1. ართი არის მცირე ზომის ფრთოსანი რაკეტა დრონი სახმელეთო ბაზირებით. მწარმოებელი აცხადებს ფრენის მანძილს 300 კილომეტრამდე და საბრძოლო ნაწილის მასას 150 კილოგრამამდე. რაკეტის სიჩქარე დაახლოებით 0.7 მახია. ანუ დაახლოებით 850 კილომეტრი/საათში. ეს რაკეტა ერთდროულად 3 ნავიგაციის სისტემას იყენებს. ინერციულს, სატელიტურს და ვიზუალურს. და ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვიზუალური ნავიგაცია საშუალებას აძლევს მიზანზე დამიზნებას მაშინაც კი, როცა სატელიტური სიგნალი იხშობა. და სწორედ ამით არის დაკავებული რუსული რადიოელექტრონული ბრძოლა. მაგრამ ცალკე საკითხია, ვინ ამზადებს ამ რაკეტას, რადგან ეს საერთოდ ცალკე ნიშანდობლივი ამბავია. რაკეტა შეიმუშავა კომპანიამ დესტინუსმა უკრაინელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით, მაგრამ ამ კომპანიის სათავეში დგას მიხაილ კოკორიჩი. ეს არის ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც თავის დროზე რუსეთში პირველი კერძო კოსმოსური კომპანია დაურია Aerospace შექმნა. 2024 წელს კოკორიჩმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და ერთი წლის შემდეგ კომპანიის სათაო ოფისი ნიდერლანდებში გადაიტანა. ახლა კი ყოფილი რუსი მეწარმე უზრუნველყოფს შორ მანძილზე მოქმედი დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით უკრაინასა და ევროპულ ქვეყნებს. ანუ ადამიანი, რომელიც რუსეთში კოსმოსურ თანამგზავრებს აშენებდა, ახლა კი იარაღს ამზადებს, რომლითაც უკრაინა ურთხამს გაველურებულ რუსეთს. რაკეტებს დესტინუსის საწარმოებში ამზადებენ ნიდერლანდებსა და ესპანეთში. უკრაინაში მიწოდება კი ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში დაიწყო. აი რატომ არის ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი? რუტა ბლოკ 1 არის მხოლოდ პირველი, ყველაზე საბაზისო ვერსია ფრთოსანი რაკეტისა. ამ კომპანიას უკვე მთელი სერია აქვს. ეს არის რუტა ბლოკ 1, როგორც უკვე ვთქვი, 300 კილომეტრი. რუტა ბლოკ 2. ეს აქვს 700 კილომეტრზე მეტი მოქმედების რადიუსი და 250 კილოგრამიანი საბრძოლო ნაწილი. და რუტა ბლოკ 3, რომლის მოქმედების რადიუსიც 200 კილომეტრამდეა, უკვე 2027 წელს
გამოცდიან უკრაინაში. ამასთან რუტა ბლოკ 2-ის წარმოების დაწყებას წლის ბოლომდე ყველაზე დიდი გერმანული კონცერნი გეგმავს Rheinmetall Destinusთან ერთად. ანუ გერმანელები უკვე ერთვებიან ამ პროცესში და ფაქტობრივად ამ რაკეტების წარმოებას მასშტაბურად ზრდიან. ამ პროგრამის არსი ძალიან კარგად ჩამოაყალიბა თავად კოკორიჩმა. ეხლა მის ციტატას მოვიყვანთ. ევროპა ახალ თავდაცვით ეპოქაში შედის. სადაც გადამწყვეტ ფაქტორს აღარ წარმოადგენს მხოლოდ მაღალი სიზუსტის იარავის არსებობა, არამედ უნარი, აწარმოო, შეავსო და განავითარო ის სამრეწველო მასშტაბებით ხანგრძლივი, მაღალი ინტენსივობის, მაღალი სიზუსტის ომების დროს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმარჯვებს არა ის, ვისაც რაკეტა უფრო ლამაზია, არამედ ის, ვისაც შეუძლია ეს რაკეტები ასეულობით და ათასობით აწარმოოს. და აი როცა უკვე ბლოკი 3 ამუშავდება, უკრაინა და ევროპა მიიღებენ სრულფასოვან ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც ურალამდე სიშორე ექნებათ. სრულიად დამოუკიდებლად ამერიკის შეერთებული შტატების ნებართვისგან, რომელიც ჩვენთვის ხო წლების განმავლობაში, ბოდიში წლების განმავლობაში ხელებს გვიგრეხდნენ დასავლური იარაღის გამოყენების გამო. პლუს, რაც მნიშვნელოვანია, ეს რაკეტები მნიშვნელოვნად იაფია ამერიკულ ტომაჰავკებთან შედარებით, რომლებსაც მსგავსი მახასიათებლები აქვთ. ასე რომ აქ აშკარად გვაქვს გარღვევა. და აი პირველი სიახლიდან გაუნდინარეობს მეორე, მაგრამ უკვე დიპლომატიური. შეერთებული შტატები ამზადებს საჰაერო ზავს უკრაინასა და რუსეთს შორის. Reutersის წყაროების მიხედვით ვაშინგტონი ამზადებს ახალი წინადადებების პაკეტს ომის დასრულებისთვის და მისი ერთ-ერთი პუნქტია საჰაერო დარტყმების შეწყვეტა ორივე მხრიდან. ანუ რუსეთი წყვეტს ჩვენი ქალაქების რაკეტებითა და შაჰედებით დაბომბვას, ხოლო უკრაინა დრონებითა და რაკეტებით რუსეთს ზურგში. მექანიზმი ასეთია. ამჟამად ინიციატივა განიხილება ვაშინგტონსა და კიევს შორის. შემდეგ, როდესაც ეს ინიციატივა უკვე მზად იქნება და სრულად ჩამოყალიბდება, მას მოსკოვში წარადგენენ მშვიდობის ახალი მოლაპარაკებების რაუნდზე. ძირითადი კონტექსტი ვლადიმირ ზელენსკის ვიზიტია შეერთებულ შტატებში. დღეს ის დიდ ბრიტანეთშია, ხოლო უკვე ხვალ 28 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი აშშში ჩადის ტრამპთან შესახვედრად. სადაც მომავალი ზავის საკითხს უკვე პირდაპირ განიხილავენ. და აი Reutersის წყაროებმა დააზუსტეს, რომ უკრაინული მხარე მოლაპარაკებებით დაინტერესებულია, მაგრამ ამ ეტაპზე ამერიკელი პრეზიდენტის განრიგის დადასტურებას ეოლდება. ეხლა მოდით გონივრულად გავაანალიზოთ, გამოვა თუ არა ამის განხორციელება, რადგან ასეთი ფორმატი უკვე არაერთხელ განხილვა. საუბარია სწორედ საჰაერო ზავის ფორმატზე. აქ არის უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს. გახსენეთ, რომ კიევმა ადრეც შესთავაზა ამ მელოდ გაუგებრობას ვლადიმირ პუტინს საჰაერო ზავი, მაგრამ მან უარი თქვა. გახსენეთ, ზელენსკი მასშტაბური დარტყმების დაწყებამდე მთელ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე პირდაპირ მოსკოვს შესთავაზა უარი ეთქვათ ერთმანეთის საჰაერო დარტყმებზე. მაგრამ ვლადიმირ პუტინმა ამაზე უარი თქვა და ფაქტობრივად განაცხადა, რომ მას მეტი სისხლი და სიკვდილი სურს. მაგრამ ეხლა მთელი რიგი ჩინოვნიკების აზრით სიტუაცია სხვანაირია. რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლამ, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ლოგისტიკაზე მიმდინარე დარტყმების გამო გრძელდება, შესაძლოა მაინც შეარბილოს მოსკოვის პოზიცია. ანუ ლოგიკა ასეთია. ადრე ვლადიმირ პუტინს უბრალოდ არ ჰქონდა მიზეზი დათანხმებულიყო. ეხლა კი როცა იწვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და Wildberries-ის საწყობები, იქ პორტების მუშაობა ჩერდება. მას მაინც უჩნდება რაღაც სტიმული. კარგი, სულ მცირე შეწყვიტო საჰაერო დარტყმების გაცვლა. მაგრამ არის მეორე მხარეც, რაზეც ასევე ღირს საუბარი. გულწრფელად. საჰაერო ზავი სარგებელს აძლევს როგორც უკრაინელებს, ისე რუსებს, მაგრამ სხვადასხვა გზით. უკრაინისთვის ეს საჰაერო ზავი ქალაქებს რაკეტული ტერორისგან იცავს. და ბოლოს რუსები შეწყვეტენ საცხოვრებელი სახლების განადგურებას. საავადმყოფოებს, სკოლებს და ამ შემდეგ. ხოლო ვლადიმირ პუტინს ეს საჰაერო ზავი სწორედ იმ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ლოგისტიკას ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს, რომლებსაც ახლა უკრაინა მიზანში იღებს. მეთოდურად ანადგურებს არის განსხვავება. რუსები უთხრამენ საცხოვრებელ სახლებს, უკრაინა ანადგურებს ლოგისტიკას და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. დამატებით არ დავავიწყდეს. ბუშინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ახალ მობილიზაციას ამზადებს და ელოდება 30,000 ჯარისკაცს. ჩრდილოეთ კორეიდან. ამიტომ ნებისმიერი პაუზა შეიძლება კრემლმა გამოიყენოს გადაჯგუფებისთვის და ახალი შეტევისთვის მომზადებისთვის. ზუსტად ამიტომ აქ მნიშვნელოვანია დეტალები და გარანტიები, თორემ ეს ზავი უბრალოდ ოპერატიულ პაუზად გადაიქცევა რუსებისთვის. კრემლის რეაქცია ჯერჯერობით თავის არიდებით ხასიათდება.
დღეს კრემლის სპიკერმა დმიტრი პისკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიიჩნევს ნაადრევად დააკომენტაროს საჰაერო ზავის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი მხარს უჭერს დიალოგის არხებს ამერიკელ მოლაპარაკებლებთან. რუსმა ჩინოვნიკებმა იმედი გამოთქვეს, რომ აშშ-ის წარმომადგენლები სტივენ ვიტკოვი და ჯარედ კუშნერი მაინც ეწევიან მოსკოვს, როდესაც მათი განრიგი ამის საშუალებას მისცემს. ანუ ეხლა ეს რუსი მანიაკი ვლადიმირ პუტინი დაიწყო ზეწოლა იმაზე, რომ ვიტკოვი და კუშნერი პირადად ჩასულიყვნენ მასთან მოსალაპარაკებლად. აი ეს ნაბიჯვარი ვლადიმირ პუტინი და მისთვის მნიშვნელოვანია აჩვენოს, რომ ნახეთ, ჩემთან პირადად ჩამოდიან მოსკოვში მოსალაპარაკებლად. როგორც ჩანს, ძალიან ძლიერად მაინც ვლადიმირ პუტინს შეეხო ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ 8 ივლისს ტრამპმა დააჰპირდა, რომ დაურეკავდა და შემდეგ უბრალოდ დაიგნორა ეს მელოდი ნაძირალა. ახლა კი მოკლე მიმოხილვა იმისა, რაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა გააკეთეს ეს ღამითაც. რადგან დარტყმები არც ერთი დრით არ წყდება და სწორედ ისინი ქმნიან იმ ზეწოლას, რომელმაც შეიძლება ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ გამართა შეხვედრა სამხედროებთან და განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა განაახლეს სამიზნეების სია რუსეთში და მხოლოდ გააძლიერებენ შეტევებს რუსეთის უკანა ხაზებზე. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობსაცავი და Wildberries-ის საწყობი დაიწვება მთელ რუსეთში. ამასობაში ამ ღამით 27 ივლისს უკრაინული დრონები საზღვრიდან 1300 კილომეტრის მოშორებით ჩაფრინდნენ და დაარტყეს უდმურტიას. რესპუბლიკის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბრიჩალოვი იძულებული გახდა ეღიარებინა, ციტატა: ომის განმავლობაში ყველაზე მასიური დრონების შეტევა რეგიონს. დარტყმის მიზანი გახდა კომბინატი პრიორიტეტი როსრეზერვის სისტემაში, ადრე ცნობილი როგორც ჰორიზონტი ბოროკის დასახლებაში, კამბარის რაიონში. სინამდვილეში ეს უბრალოდ რაღაცა ნავთობაზა კი არა. ეს არის სტრატეგიული ობიექტი დახურული ტიპის სამხედრო დაცვით, რომელიც განკუთვნილია საწვავის მარაგის გრძელვადიანი შენახვისთვის, ნავთობპროდუქტებისა და საწვავ საფოხი მასალების საგანგებო სიტუაციებისთვის ან სამხედრო საჭიროებებისთვის. ეს არის ეგრეთ წოდებული ქვეყნის სტრატეგიული რეზერვი. ანუ ჩვენ ვურთხამთ სახელმწიფო საწვავის რეზერვს, რომელსაც რუსეთი სპეციალურად ინახავს იმ შემთხვევისთვის, როცა ქვეყანაში დეფიციტია. და ეს დეფიციტი ქვეყანაში სწორედ ახლა დადგა. სხვადასხვა რუსეთის საჰაერო თავდაცვის მუშაობის გამო ერთ-ერთი უპილოტო თვითმფრინავი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში შეეჯახა. სხვადასხვა ეს მათი თავდაცვის საშუალებებია. ვლადიმირ ზელენსკიმ დაადასტურა დარტყმები ნავთობის ობიექტებზე უდმურტეთსა და იაროსლავის ოლქში და ამ დარტყმების არსი ასეთი ფრაზით ჩამოაყალიბა: სრულდება შორ მანძილზე მოქმედი სანქციების გეგმა. მეორე მიმართულება ამ ღამით იყო როსტოვ-ნა-დონო. დრონებმა დააზიანეს ამ ქალაქის პორტი და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. დაფიქსირდა აფეთქებებიდან გრევა ქალაქის პორტის რაიონში. ოსინტ ანალიტიკოსებმა მოგვიანებით დაადასტურეს მასშტაბური ხანძარი ნავთობაზაზე როსტოვ-ნა-დონუში. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია აზოვის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაზე დარტყმის შესახებ. ანუ საწარმოზე, რომელიც აწარმოებს ოპტიკურ ელექტრონულ რადიოლოკაციურ და მაღალი სიზუსტის სისტემებს და შედის რუსეთის თავდაცვით სამრეწველო კომპლექსში. ანუ ისე ვურთხამთ ქარხანას, რომელიც ამზადებს რუსული იარაღისთვის საჭირო კომპონენტებს. მესამე მიზანი აზოვის ზღვა. დრონების თავდასხმის შემდეგ აზოვის ზღვაზე კიდევ 2 რუსული პორტი პარალიზებული აღმოჩნდა. ეს საზღვაო ბლოკადის სისტემური კამპანიის გაგრძელება, რადგან უკრაინამ უკვე გადაკეტა რუსეთის საზღვაო მიმოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ რეგიონში. ახლა კი ახალ პორტებსაც ამატებენ. გახსენებთ, რომ აზოვის ზღვის გავლით გადის რუსეთის მარცვლეულის და ნავთობპროდუქტების ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი და თითოეული გაჩერებული პორტი კრემლის ვალუტურ შემოსავალს აზიანებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რა ეფექტს იძლევა ეს ყველაფერი ერთობლიობაში, რადგან აქ ერთი ნიშანდობლივი დეტალი გამოჩნდა. საწვავის დეფიციტის გამო უკვე რუს სამხედროებსაც კი დაუწესეს ლიმიტები სამხედრო ტექნიკის გასავსებად. მათი დოკუმენტების ფორმულირება ასე ჟღერს, ციტატა: კატასტროფულად არ ყოფნით საწვავი. და ახლა უბრალოდ დაფიქრდით. აგრესორი ქვეყნის არმია საკუთარი სამხედრო ტექნიკისთვის საწვავს ნორმით გასცემს. ეს პირდაპირი შედეგია უკრაინის დარტყმების ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ნავთობსაცავებზე და იმ ლოგისტიკაზე, რომელსაც უკრაინა ყოველ ღამე ანადგურებს. და ეს შესანიშნავი ამბავია, რადგან ადრე საწვავი მხოლოდ სამოქალაქო პირებს არ ყოფნიდა. ახლა კი ის სამხედროებსაც აღარ ყოფნით. ამიტომაც დარტყმა რეზერვებზე უდმურტეთში მიუთითებს იმაზე, რომ რუსებს საწვავის პრობლემები რეალურად ახლა იწყებათ. ეს მხოლოდ დასაწყისია.
სხვათა შორის ხიდიმში დღეს უკვე შეწყვიტეს ბენზინის გაყიდვა, იმათვისაც კი, ვინც სპეციალური QR კოდების შეძენა მოასწრო. ეს ნიშნავს, რომ საწვავი ახლა უკვე არჩეულებისთვისაც აღარ არის. შედეგი. უბრალოდ ძალიან თვალსაჩინო სურათი იკვეთება. ერთი მხრივ უკრაინა ზრდის სამხედრო შესაძლებლობებს, საქმეში ჩაერთო ახალი ფრთოსანი რაკეტა Ruta Block 1, მის შემდეგ მზადდება ვერსიები, რომლებსაც შეუძლიათ ურალამდე მიღწევა და რომლებიც გერმანულ კონცერნ Rheinmetall-თან ერთად იქნება წარმოებული. უკრაინა სულ უფრო შორს ურტყამს. მათ დაარტყეს უდმურტიას, რომელიც 1300 კილომეტრითაა დაშორებული. იაროსლავის ოლქსაც დაარტყეს და სულ უფრო ზუსტად ურტყამთ, რადგან ურტყამთ სტრატეგიულ საწვავის მარაგებს, პორტებსა და თავდაცვის ქარხნებს. იმდენად, რომ რუსეთის არმია უკვე იჯულებულია თავისი სამხედრო ტექნიკისთვის ბენზინის გაცემა შეზღუდოს. აი ეს არის სუპერ მაჩვენებელი. მეორე მხრივ, სწორედ ეს ზეწოლა ქმნის პირობებს დიპლომატიისთვის. აშშ ამზადებს საჰაერო ზავს, ხვალ ზელენსკი ტრამპთან მიფრინავს. და პირველად ჩნდება გათხრა, რომ პუტინი შეიძლება მაინც დათანხმდეს. რა თქმა უნდა, არა კეთილი სურვილი, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო და უფრო უჭირს. მაგრამ აქ არის მთავარი გზაჯვარედინი, იმიტომ რომ საჰაერო ზავი რა თქმა უნდა გადაარჩენს უკრაინულ ქალაქებს და ეს კარგია. მაგრამ ამავდროულად ეს შეიძლება კრემლს მისცეს შესვენება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების აღსადგენად და ახალი მობილიზაციის მოსამზადებლად ჩრდილოეთ კორეელების ჩართვით. ამიტომ ყველაფერს დეტალები წყვეტს. რა პირობებით, რა გარანტიებით და ვისი კონტროლის ქვეშ იქნება ეს საჰაერო ზავი. ამას ალბათ უკვე ხვალ გავიგებთ 28 ივლისს ზელენსკისა და ტრამპის ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ. ამიტომ გამოიწერეთ ეს არხი. ჩვენ აუცილებლად გავაშუქებთ ამ ამბავს. აქ წერტილებს დავშვა. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ღილაკს და არ დაგავიწყდეთ, მოიწონოთ. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.